რა სარგებლობა მოაქვს მამალს? კარგი ჯერაც. ამ კითხვაზე და პასუხზე რა თქმა უნდა ყველას ფილმი იმერული ესკიზები ახსენდება და ბუნებრივია ამ და კიდევ რამდენიმე ფრაზამ და იუმორისტულმა ესკიზმა განსაზღვრა ფილმის სახალხო პოპულარობა. კი ბატონო, აი ამ გენიალური ფილმის რეჟისორის და სცენარის ავტორის ნანა მჭედლიძის დაბადების დღეა. ქართულ კინოში ბებიები კუთხეების მიხედვით გადანაწილდნენ რაღაცნაირად და გურული ბებია მაგალითად სესილია თაყაიშვილია და იმერელი კი ნამდვილად ნანა მჭედლიშვილი გახდა. საინტერესოა ის თუ როგორ გახდა საკუთარი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი. ერთი ვერსიით იმერული ესკიზების მთავარ გმირად სესილია თაყაიშვილი ყოფილა დამტკიცებული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ უთამაშია. ნანა მჭედლიძეს დიდი ხანი უძებნია როლის შემსრულებელი, მაგრამ ვერა და ვერ პოულობდა, სხვადასხვა კრიტერიუმები ჰქონდა. მაშინ კოლეგა კინორეჟისორს რეჟლო ესაძეს ურჩევია ეს როლი თვითონ განასახიერეო და აი ასე გახდა ნანა მჭედლიძეს საკუთარი ფილმის მთავარი პერსონაჟი. მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა ნოველები მქონდა, რომელსაც ასევე ერქვა იმერული ესკიზები და სწორედ ნოველების კრებული და სწორედ ბავშვების მონატრება ვაქციე ფილმადო. რაც შეეხება სცენას, რა სარგებლობა მოაქვს მამალს, თურმე 6 წლის კახა ჭყადუასთვის შოკოლადები მიუციათ, პასუხი რომ ეთქვა და პასუხის შემდეგ პატარა ბიჭი რომ ფილმში ტირის ექცენა დადგმის გარეშე გადაუღია, თურმე მართლა უტირია პატარა მოწაფეს. რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბიჭო, მთელი წლის განმავლობაში რომ არა მოგიღია ხმა, ახლა რას ბეთვი? რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩნავს. ახლა გამოდი და დადეკი კუთხეში. ჩარა. ასე დასრულდა ეს სცენა, კი გვახსოვს. რა ტყუილი ამბავშვი. არაფერი არ თქვა ტყუილი სინამდვილეში მაგისტვის არსებობს მამალი. სანამ ნანა მჭედლიძის მომფრენო გენიალურ ფილმზე გეტყოდეთ, შეგახსენებთ, რომ ნანა მჭედლიძის საოჯახო ბიოგრაფია სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის და მით უმეტეს საქართველოს ეკლესიისთვის. ნანას ბაბუა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. სიმონ მჭედლიძე იმერეთის მიტროპოლიტთან ნაზარ ლეჟავასთან და სხვა კიდევ სამ სასულიერო პირთან ერთად დახვრიტეს. სასულიერო პირებს მაშინ იმის გამო გამოუტანეს ეს განაჩენი, რომ ისინი საქართველოს ეკლესიაში რუსული პოლიტიკის გავლენების შესაძლო დამყარებას დაუპირისპირდნენ. ქალბატონი ნანა 1926 წლის 20 მარტს ხონში დაიბადა. ნანა მჭედლიძე 12 ფილმის რეჟისორია, 6 ფილმის სცენარის ავტორი და გადაღებულია 13 ფილმში როგორც მსახიობი. გენიალურ ნაწარმოებებს შორის არის პირველი მერცხალი, რა თქმა უნდა, ფილმი მოგვითხრობს საქართველოში პირველი ფეხბურთის გუნდის შექმნაზე, მათი მეგობრობის, თავგანწირული ვარჯიშების, სირთულეების, წარმატებისა და მარცხის ამბებს. ფილმმა 1975 წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ჟიურის სპეციალური პრიზი, ხოლო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დოდო აბაშიძეს პრიზი გადაეცა. 1977 წელს კი ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა და ან მე და ოჯახი, ან ფეხბურთი და ის უსაქმური ყაზახები. გულჩინა დადიანი ამასინად გახსოვს დაბადების დღე. აი შეიასენ. ან მე და ოჯახი, ან ფეხბურთი და ის უსაქმური ყაზახები. ნანა მჭედლიძის მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, გამომცემლობა მერაბმა გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა, მხიარული მოთხრობები, იმერული ესკიზები და შემოქმედებითი დავით არაბა, გენიალური ფილმების რეჟისორი, თამდაბლობის მაგალითი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. 2016 წელს გარდაიცვალა და ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მისი სურვილის თანახმად მშობლიურ ხონში დაკრძალეს და რა თქმა უნდა ეს გენიალური აბაულაც გაისმათ ჩვენს ეთერში. არ იყო მაინც ისეთ დაფასებული ეს ქალბატონი, როგორც საჭირო იყო. არც თვითონ არ ითხოვდა და არ ჰქონდა სურვილი მისი თვითონ თამდაბლობიდან იყო ძალიან თავდაბალი, ხო და ძალიან მორიდებული.